გასხვისდა თუ არა არაბებზე უკანონო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და რა არის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. ადგილობრივების თქმით 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი არაბულ კომპანიას უკანონოდ გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრი უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯუღაანელები ვარაუდობენ, რომ იქ არაბული სოფელი შენდება. ნახეთ მანანა მამაგულაშვილის რეპორტაჟი ჯუღაანიდან. რაიონის სოფელ ჯუღაანის მცხოვრებლები კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწების არაბებზე უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მათ ეს მიწები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოართვეს, არაბულ კომპანიაზე გაასხვისეს და ახლა იქ არაბულ სოფელს აშენებენ. ეგ მიწები და საერთოდ სხვა მიწები სიჯარით იყო გაცემული ბევრი. ერთი წლის შემდეგ გავიგეთ, თურმე ვიღაცაზე გააფორმეს, წავართვეს და ერთი წლის შემდეგ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი. ხოდა არავით არის გაფრთხილება, არავით არის განცხადება და რაღაცა აუქციონი ჩვენ არ გვინახავს. როგორ და ჩამოიარეს აგრიფაზე, ხო იჯარა იყო და იჯარის სასაკრეფი უნდა აეღოთ. აგრიფეს იჯარა ჩვენ გავემზადეთ რომ ვნახოთ ესვა დავიწყოთ და ამ დროს გვეუბნებიან რომ გაყიდულია ეგ. ცოდო არა ვარ ქართველი ადამიანი საქართველოსთან რამის არის გამაძევა. ესე როგორ შეიძლება რომ ჩემი კუთვნილი ლუკმა უნდა შეჭამოს არაბმა. ისიც კი არ მითხრეს რომ აი სადღაც რაღაცა პატარა ადგილს მოგცემ. არავინ არ მისმენდა. ჯერ ეგეთი არის იჯარული მიწების გაყიდვა მოხდა. ვინ შეისყიდა, ვინ იყო ამისი უშუალოდ გამკეთებელი, რატომ სოფლის მაცხოვრებლები არ გაარკვიეს ამ იჯარული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. მერეც კიდე გაურკვეველია ჩვენთვის ვინები არიან და რისთვის აშენებენ ამ ყველაფერს. გაჩნდა სხვადასხვა ჭორი იმის გამო, რომ არ ვიცით რა ხდება. აღნიშნული მიწა 17 ჰექტარს მოიცავს და ახლა იქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსის ხელმძღვანელობა ადგილზე არ დაგხვდა, პასუხისმგებელმა პირმა კი არაკომპეტენტურობის გამო ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, ამიტომ გამოძიება ამ საკითხს უკვე სწავლობს. პროკურატურიდან არის შეფოთ წერილი, რომლის საფუძველზეც ამოღებული აქვს დოკუმენტაცია, რამდენად კანონიერად მოხდა ამ მიწების შესყიდვა და შემდგომი განვითარება უკვე ამ მშენებლობის მაგას დაადგენენ ალბათ. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა და დაუბრუნდებათ თუ არა სოფლის მოსახლეობას იჯარული მიწები. ამ კითხვებზე პასუხი გამოძიების შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.